მარიამ ალექსიძემ მის ქორეოგრაფიულ პორტრეტებში გააერთიანა მრავალფეროვანი სხვადასხვა ისტორიით, სხვადასხვა ამბით შთაგონებული ქალთა პორტრეტები, რომელთა სახეებიც გარკვეულწილად ახალ მოცემულობას ბადებს სწორედ მარიამის ინტერპრეტაციით. ამ პროგრამის ავტორია ჩვენი დასის დირექტორი პროფესორი დავით მაზიაშვილი. მას ეკუთვნის იდეა, კონცეფცია, ის მთავარი სათქმელი, მთავარი აზრი, მთავარი სიტყვა და საფუძველი, რამაც განსაზღვრა თითოეული ნამუშევრის სტილი, ბუნება, ხასიათი, დრამატურგია, პლასტიკა, ქორეოგრაფია ენა, მხატვრული სახე, მუსიკალური ფორმები და რაც მთავარია სათქმელი, ის მთავარი სათქმელი, რაც აქვს თითოეულ ნამუშევარს. აი ამ პროგრამაში, რომელიც აერთიანებს ევრიპიდეს მედეას სახეს, მის პერსონაჟს, ჩვენ ხვდებით აქვე პანდორას მითის თანამედროვე დროში, თანამედროვე ეპოქაში გადააზრებას, ბაირონის პოეზიას, მისი ქალიშვილის სახეს ახალ მოცემულობაში გარდასახვას, აირის მერდოკის ნაწარმოების შავი პრინცის ქორეოგრაფიული ენით ახლებურად წაკითხვას და რა თქმა უნდა ვადო გუდიაშვილის ქრისტინეთის შთაგონებულ ქალის სახეს, რომელიც მრავალგვარ ასოციაციას, მრავალგვარ ალუზიას ბადებს უკვე დღევანდელობის კონტექსტშიც. ორი მუსიკალური სახეა წარმოდგენილი ამ საღამოზე ნიკა მაჩაიძე და იოსებ ბარდანაშვილი. ციფრულ დიგიტალურ ეპოქაში, რომელიც არის ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკით შემოყვანილი, სწორედ მარიამის ქორეოგრაფიულ ინტერპრეტაციებში, გარკვეულწილად რაღაც არქაულად ისმის ქართული პოლიფონია და ამავდროულად რაღაც ეს თქვარი არქაული, ანტიკური და მე ვიტყოდი ბიბლიურიც ხმოვანება ქართულ არქაულ თვითყოფად ჟღერადობას იოსებ ბარდანაშვილის მუსიკაში აჟღერებს არაჩვეულებრივი მომღერალი მიხეილ ჯავახიშვილი. თითოეული ჩვენი მოცეკვავე არის ძალიან საინტერესო. მარიამ დარჩია წყინვალი მოცეკვავე, რომელიც ასრულებს ორ კომპოზიციას, ადას ოთახს და პრინცესას. მარიამ ქოიავა, რომელიც არის შთამბეჭდავი მედეა, ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი თინათინ ბარამიძე და ჩვენი დასის წამყვანი სოლისტი წყინვალე ნინო გოგუა ქრისტინეს სახეს ასრულებს და ჩვენი დასის წევრები ქრისტინეში წარმოაჩენენ აი იმ შთაგონებას, იმ სახეებს, რაც მოდის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებიდან. ეს პროგრამა აერთიანებს მარიამის ქორეოგრაფიულ პოლიფონიურ აზროვნებას ანტიკური სამყაროდან დღევანდელ დღემდე და სწორედ აი ეს სახეები, აი ეს პერსონაჟები გარდასახულები არიან აი ამ სტილში, აი ამ ქორეოგრაფიულ მხატვრულ ფორმებში დღევანდელობაში. მე ვფიქრობ განსხვავებული სათქმელით, რომელიც არის ამავე დროს ჩვენი ხაზი, ჩვენი ხელწერა. დავასრულეთ 2025 წელი და გადავედით ჩვენს საიუბილეო წელიწადში, სადაც ასევე არაერთი სიახლე გველოდება.